მე მინდა ისევ ყარსი ახალქალაქის რკინიგზის თემაზე ჩაგეკითხოთ, კონკრეტულად რაზე აპირებთ მოლაპარაკებას და რა ნაბიჯების გადადგმას იმ პირობებში, როდესაც ამ ყველაფერზე, ამ პროექტზე ხარჯები გასცია აზერბაიჯანმა და ის მომავალ წელს უკვე უნდა დასრულდეს, ხომ არ ფიქრობთ, რომ არსებობს საფრთხე, რაიმე ურთიერთობების დაძაბვის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან? მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მაგალითად შეიძლება ბუნებრივი აირი გაძვირდეს და ამავე კონტექსტში მინდა კითხოთ, რომ თქვენ ახსენეთ გაზეთ რეზონანსთან, რომ რუსეთთან არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სატრანზიტო საკითხებზე აპირებთ მოლაპარაკებს ამ კონტექსტში ახსენეთ და თუ შეგვიძლია დაგვიზუსტოთ, რას გულისხმობდით? დაგიზუსტოთ, რა ცუდად ისმის? დაგვიზუსტოთ, რას გულისხმობდით ამ კონტექსტში განაცხადეთ თქვენ? რომელ კონტექსტში რას გულისხმობდით? როდესაც საუბრობდით ყარსი ახალქალაქის რკინიგზაზე, ამავე კონტექსტში ახსენეთ. რას გულისხმობდი? დიახ, თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთთან გარდა პოლიტიკურისა, ასევე ისაუბრებთ სატრანზიტო საკითხებზე და ესეც რომ დაგვიზუსტოთ. დიახ, რუსეთთან. რუსეთთან ვისაუბრებ, ეს ალბათ ან მე შემეშალა რამე, ან თქვენ სწორად არ გაიგეთ. რუსეთთან ვისაუბრებ სატრანზიტო და ყარსის რკინიგზა გაქვთ ხედობაში? ყარსი კონკრეტულად არ გითქვამთ, თქვენ განაცხადეთ, რომ გარდა პოლიტიკურისა ისაუბრებთ სატრანზიტო საკითხებზეც. ეს ალბათ აზერბაიჯანზე, თუ რუსეთს ან მე წამოვცდა რამე და ან თქვენ ვერ გაიგეთ სწორად, გაგიმარტავთ, რაც შეეხება ყარსის რკინიგზას. შენობლობას არავით არის საფრთხე არ ემუქრება და არავინ არ აპირებს მაგის შეჩერებას, პირიქით. ჩვენ დავახმარებით, რომ დავაჩქაროთ და დროში დასრულდეს და გეოპოლიტიკურად ეს არის ძალიან საინტერესო. ისე ვიმეორებ, რომ ეკონომიკურად კითხვები რა კუთხითაც ისმის და როგორც ჩანს განგიმარტეთ, ის დაზუსტება გნებავთ. კონკრეტულად რა კითხვები ჩნდება და რაზე აპირებთ მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან? დაკავშირებით, რომ არსებული რკინიგზა, რომელიც დღეს მოქმედებს, ახალი რკინიგზის გაშვების შემდგომ, რომელიც არის 180 კილომეტრის, ძალიან ბევრი ტვირთი შეიძლება ჩვენი პორტების გვერდისავლით და ძირითადი რკინიგზის დატვირთვის ხარჯზე გატარდეს. და ეკონომიკურად შეიძლება პირველ ეტაპზე ეს იყოს უარყოფითად მოახდინოს გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. აი ეს მაქვს ხედულობაზე. და ამას დაჭირდება დარეგულირება, რომ ძველი არსებული რკინიგზა, რომელიც მოქმედებს და სხვათა შორის ერთ და იგივე ხალხმა დაგეგმა ყარსის რკინიგზის შენელობა, რაც კიდევ ვიმეორებ გეოპოლიტიკურად ძალიან გამართლებულია, მაგრამ ეკონომიკურად კითხვები რაც მე გამაჩნია ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით, სანამ არ მოხდება რეალური ეკონომიკური ზრდა და საპროექტო სიმძლავრით ძველი რკინიგზაც არაა დატვირთული და ახალმა რკინიგზამ შეიძლება ტვირთების დიდი ნაწილი მოკლე გზით გადაიტანოს, ეს შეიძლება, ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს არსებულ რკინიგზაზე და პორტებზე ეკონომიკურად იმ დრომდე, სანამ არ მოხდება ეკონომიკის ზრდა, როგორც აზიის ქვეყნებში იმ გზაზე, იმ საბრეშიმის გზაზე, რომელმაც შეიძლება გამოიყენონ ეს რკინიგზა და ესევე საქართველოში. ამავდროულად ვიმეორებ, რომ ხაშურში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე შენდება გვირაბები, რომ სიჩქარის ხარჯზე მოხდეს ტვირთბრუნვის გაზრდა არსებული რკინიგზის, რაც ცოტა არ იყოს წინააღმდეგობაში მოდის ყარსი ახალქალაქის რკინიგზის შენელობასთან, რამდენადაც ტვირთბრუნვა ერთ-ორ წელიწადში არ ჩანს, რომ ესე სწრაფად გაიზარდოს. ძველი რკინიგზას დატვირთული არაა, ძველი რკინიგზის საპროექტო სიმძლავრის გაზრდაზე იხარჯება თანხები, ხედულობაში გვირაბის შენებლობა ხაშურთან და ამ დროს შეიძლება ტვირთბრუნვა შეუმცირდეს და რისთვის იზრდება ეს, რატომ კეთდება, ამას ყველაფერს უნდა ბევრი კითხვებია. იქ კითხვები კიდევ უფრო მეტია და ამას ყველაფერს აზერბაიჯანულ მხარესთან თქვენ რაზე აპირებთ აზერბაიჯანულთან ჩვენ ვაპირებთ მხოლოდ გაზის ფასის შემცირებაზე საუბარს. რამდენად მოხერხდება ეს და მე სხვათა შორის გამორჩა ჩემს გამოსვლაში და შეგახსენებთ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ფასდაკლებაზე, რასაც ვერ ვახერხებ დღეს განცხადებაში გაზთან დაკავშირებით და ვაგრძელებთ მუშაობას და მე ვფიქრობ, რომ ვიზიტის შემდგომ რამდენიმე დღეში ალბათ დავაზუსტებთ და მოგახსენებთ რა საშუალებები გვაქვს გაზთან დაკავშირებით, გაზის ტარიფთან დაკავშირებით. ელექტროენერგიას რაც შეეხება პირველ და მეორე ჯგუფის 100 და 300 კილოვატამდე მოახერხეთ შემცირება, ეს 90% მოსახლეობას ეხება დაახლოებით 3.54 მიასედი თეთრით. ეს არის დაახლოებით 27%-ზე მეტი პირველი ჯგუფის და მეორეზე 21.5%-ია დაახლოებით შემცირება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ შეღავათებს მისცემს საქართველოს მოსახლეობას. ამაზე ძალიან კარგად იმუშავა კახი კალაძემ, ენერგეტიკის მინისტრმა, რაზეც შემიძლია მადლობა გადავუხადო თქვენთან დასწრებით. ყარსი ახალქალაქის რკინიგზის საკითხს თუ დასვამთ აზერბაიჯანში. ამ თემაზე ისაუბრებ აზერბაიჯანში. ეს კითხვის სახით მე უკვე დავსვი ჩემს გამოსვლებში, ალბათ ეს საკმარისია და შეხვედრაზე ამაზე
დიდ რეაქციას არ გავაკეთებთ. ჯგუფები იმუშავებენ პროცესში, როდესაც უკვე რკინიგზის გაშვება მიუახლოვდება და ახლო იქნება, რომ ეკონომიკურად დარეგულირდეს თვითმბრუნვები, როგორც გადანაწილდეს ორი მიმართულებით ეს. ძველი რკინიგზა მაქვს ყიდულობაში არსებული და ახალი რკინიგზა. და მე მგონი რომ ეს კითხვა სწორედ დავსვი, სწორ დროს დავსვი კითხვა. ეს კითხვები მივიდა მისამართებამდე და მე მგონი რომ ჩვენ ამ ქვეყნებთან ერთად, ჩვენი ჯგუფი, მათთან ერთად მოახერხებთ ამის დარეგულირებას.